Алло, Арсен? Глям 200, понял, отправили. Been a decade since I made it out of rental. Need some owners, baby, we don't got no rental. Mic trick, but my wife, you like to trick too. Merry Christmas, hey Saint Nick. What we want, get, we on wait list. How we got here doesn't make sense. Have patience, that'll make sense. Picking up the slack, going in this prime way, I'm getting to the rack. I do what I want, when I want, where I want, no cap. Put in all work, now I'm getting to the back. 25-8, I got money on my mind. Live life great, but I'm Egiuche bebero nache რა X5 ენი კონფეტი შენი გავაძრე. Алло, Арсен? Глям 200, понял, отправили. Trevor on the mix, so you know we gon' work. I might leave in one, find a beach and go surf. I'ma ride the wave till I'm out of this earth. 3, 2, 1. Anywhere I'm at, turn the city up. I can flip a dollar to $1 million. I don't like to brag, but I'm really on. 3, 2, 1. Anywhere I'm at, turn the city up. 3, 2, 1. I don't like to brag, but I'm really on. Ოგა ჯერ ცოტა ახალია ეს მანქანა, ჯერ გაიაფებული არ არის ესე სარბენად, რომ შემოახდნენ ბაბუნგიკები და არბენინო, რა საქმეზე ძელავოი კამანდამ რო ირბინო, მაგრამ მაგას ცოტა ხანში გავიგებთ. 10 წლის მერე დაწერეთ კომენტარი, ეს როცა გაიაფდება, ანუ იგივე X-ის რეპუტაცია დარჩება თუ არა, აი სარბენას, აი გამოხო, უზე ჩეჯდები დააჭირე, ავაი მოხიეთ. აი ეგეთი მანქანა დარჩება თუ არა, ეგ მაინტერესებს. ამიტომ 20-36-ში ველოდები კომენტარებს, ირბენენ თუ არა ამ მანქანის ზუსტად ისე, როგორც ძველი X-ები დარბიან ხოლმე. თავდაპირველად ეს მანქანა იყო შავი, ნუ რა თქმა უნდა შავი და შავი, მაგრამ აი ესეთი ლამაზი ფირი გადააკრეს. სხვათა შორის უხდება ეს ფირი, ეს გემოვნების ამბავია, ზოგს უყვარს ეს კაშკაშა ხასხასა ფერები, ზოგს პირიქით რაღაცა თელი ცხოვრების ბუღმარო სახეზია წერიათ ხო, აძმარებული აი საიმენანი დავონი სიფათებით რო იყურებიან ხო, იმათ შავი შეევასებათ ხო. გააჩნიეს გემოვნების ამბავია, ვისაც როგორ გისწორდებათ, ისეთი უნდა ყავდეთ, ისეთი ფერი და ისეთი სახით უნდა იაროთ. ამ ბრუტალურ ცხვირს უყურებს და პირდაპირ მინდა დადებითი დავიწყო, იმიტომ რომ მომწონს კი თანამედროვე უზორები აქვს, თანამედროვე ხაზები აქვს, აი ეს გრილიც ჰორიზონტალური არის და რაღაცნაირად ძალიან მომწონს. ანუ ვერტიკალური ზოლები აღარ გვაქვს, უკვე ჰორიზონტალურად დაბღვერილი თავისი ლოგოთი წინ X5M-ის ლოგოა ჩასმული. ამოწობილ კარბონში, ეს ამოწობილი კარბონი რა ხდება ამ ბოლო დროს? ყველა მანქანა რომელიც გადავიღეთ, ეს კარბონები აქვს მიყრილი. ოღონდ ნამდვილი კარბონები არა. აი უბრალოდ რაღაცა აეროგრაფია წყალში ჩათქვეფილი. ბევრი ხერხი არსებობს კარბონის გაყალბების, ერთი არის ეგ, რაც თქვი წყალში რომ და ჩახრჩო, მეორე არის უკვე შეგიძლია ფირი გადააკრა, ფირიც ბევრნაირი არსებობს, კარბონის ფირებია და ჩვეულებრივად როგორც მანქანას აკრავ ფირს, ისე შეგიძლია კარბონის ფირი გადააკრა დეტალებზე ამ მთლიანად სახურავზე, ამ მთლიანად მანქანაზე, სარკეზე, ნუ რაზეც გაგისწორდება. მე დიდად აღფრთოვანებული არ ვარ ხოლმე ფეიქ კარბონით, მაგრამ არაუშავს. მთლიანობაში ლამაზია. ეხა დეტალურად გავიაროთ. ცხაურა, უზარმაზარი ცხაურა, ადრე გადავავდით, რომ გადავიღეთ. რო აიმენა კაკაინის გასაყნოსად არის X5 გამზადებული, მაგრამ X5M-ზე, ანუ თვითონ M-ზე კონკრეტულად რაღაც ცოტა სხვანაირია, ცოტა უფრო დახვეწილია და თვალში იმდენად დიდი აღარ მხვდება. ან შევეჩვიეთ, როგორც ვიძახით ხოლმე. ანუ სხვათა შორის მაგაზე მინდოდა მეთქვა და ეხა არის კარგი მომენტი, რომ ეგ ჩავაქსო. აი რეალურად Mercedes-ი რო გამოდის ახალი ეგრევე რაღაცა თვალს უჭრის, აი ეგრევე გვიყვარდება ის მანქანა და BMW რო გამოდის, ეგრევე გვეზიზღება. აუ ეს რა დახატეს ამათ კეთილები, ეს როგორ მოაფიქრათ გერმანელების და ასე შემდეგ. როგორც კი დრო გადის, იცვლება პირიქით. ანუ ის Mercedes-ი, რომელიც პირველი შეხედვით შეგვიყვარდა, მე რატომღაც მალე გვბეზრდება და აუ ეს რა რომელი წლისაა და რაღაცას ვიძახით ხოლმე ახალ მანქანაზე, აი 10 წლის მანქანაზე ვიძახით, რომ ეს იმახინჯე მომაშორი აქედა და BMW პირიქით, რაც უფრო ძველდება, მე უფრო გევასება და მე უფრო უმუღამებ. ამიტომ შეიძლება მართლა დიდია და ჩვენ თვალში ახლა აღარ გვხვდება ეგრე, მაგრამ მახსოვს რომ X5-ის ახლის დიზელი იყო, მე მგონი რომ გადავიღეთ ვიდეო, აი მაგ ცხაურაზე იმდენი ვილაპარაკეთ, რომ ნუ რა ვიცი, მაგარი მოხვდა მაგ ცხაურის გამო, მაგრამ ახლა ამას რო უყურებ საერთოდ აღარ არის ეგრე. ანუ ეგ შტაბეჭდება საერთოდ აღარ მრჩება, რომ
პროპორციები დარღვეულია და რაღაც ასიმეტრიულია და ნუ რაღაცა სადადედამიწა არისო. არა, საკაიფოდ დაკუნთული ცხვირია, რა თქმა უნდა, BMW-ს რაღაც გნიდა ამჟავებული გამოხედვა აქვს, აი დაგრუზულ დაბოღმილი რაღაც, აი კარგი განზრახვები რო არ აქვს, აი ბოროტი ფიქრებით რომ მოძრაობს ტიპი, ზუსტად ეგეთი სიფათით იყურება ეს მანქანა. BMW-ს ახალ ფარებში ერთი რაღაც არ მომწონს. ნუ არ მომწონს რა, ცოტა სადაო თემა, კი, აგრესიულია, ბრუტალურია, მაგრამ BMW, ანუ ახალი BMW-ები ემსგავსება რაღაც გველს. ანუ გველის პირდაპირ მნიშვნელობით გველს ვადარებ, აი ევარო შეაცდინა იმ გველს ემსგავსება. ადრე ეს თვალები რო ქონდა, აი ანგელოზის თვალებიდან გადავედით გველის სიფათზე. იმენა აქედან აქეთ როგორ მოხდით ვერ გავიგე, მაგრამ ანუ ის Angel Eyes რაც იყო და მთელი ამბები თვალები რო გიყურებდა, ეგრე აღარა, ეხა იმენა გველის თვალები, ეს წვეთ ესე შუაზე გაყოფილი თვალები გიყურებს უკვე. კი, აგრესიულია, ბრუტალურია, მაგრამ თითქოს რაღაცა ის BMW შნიკური სული მომაკლდა, ანუ ძალიან სხვაგან წავიდნენ. თან ელექტრომანქანების რო გამოუშვეს, იმათაც ეს გაყოფილი აქვს შუაზე ეს თვალები. ავი, ძველი სტილი თითქოს უფრო მომწონდა. ისე რომ ეგ გაეგრძელებინათ, ცუდი არ იქნებოდა. ეხა გადმოვინაცვლოთ გვერდზე. მთლიანობაში რა თქმა უნდა X5-ის ფორმები შენარჩუნებული აქვს, აი მართლა რო შეხედავ, ხვდები რომ X5-ია სხვა მოდელში ვერ აგერევა, ვერანაირად. ესეთი ულამაზესი, უბრუტალურესი სამუხრუჭე სისტემით, აი დიდინა. ეს კარბონკერამიკა არ არის, მაგრამ ნუ აი ქალაქისთვის ძალიან კარგი ვერსია არის და იდეალურია. სუპორტი ნახე, აი ნახე რამხელა არის. მთლიანი დისკი აქვს თითქმის შევსებული. ნუ დისკები, ქარხნული დისკების ნორმალურია BMW-ში, ვერ ვიტყოდი რომ ცუდია, თუმცა ამაზე ისეთი მაგარი დისკების დაყენება შეიძლება და ისეთი მაგარი ხდება მე X5 რომ აი რა ვიცი, დისკი არის ჩემთვის როგორი რაღაც, აი ფეხს კარგი ფეხსაცმელი რო გასვია, რა ბოტასი იყოს, აი ფეხზე რო გასვია ძალიან მაგარი ახალი გამოსული ფეხსაცმელები რო იხდნენ, შენ დანარჩენ ტასაცმელს და ზუსტად ეგრე უყურებ დისკებს. სხვა მხარეს რა ხდება, ეს fake რაღაცეები გერმანელებმაც უკვე ადრეც ვახსენე შემოგვაპარეს, აქ ემის ლოგოთი რო არის, არაფერს არ შვება, უბრალოდ პლასმასია მიწეპებული, მაგას ვერაფერს ვერ ვუძავთ, მომწონს თუ არა, დიდად არ მომწონს, თუმცა ერთი რაღაც მაინც გაითვალისწინეს, აი ამ პლასმასიდან მოდის ესეთი ზოლი, უზორი ამის კანტივით და მანქანას უფრო რაღაც თავის კუთხეებს ძენს და სილამაზეს. აქედანაც ნუ მეორე მოდის, ეს მეორე პირდაპირ მიდის კრილოსთან, მაგრამ აი ამ პლასმასიდან აი ესე ჩასმულია, იდეალურად არის გათვლილი ეგ ყველაფერი. ნუ რესტის ფარის ოდნავ სხვანაირია, ანუ ერთი პლუსი ისაა, რომ ეს უკანა სტოპები წინა ფარებს უხდება, ანუ ერთმანეთში რა კარგად მოდის, სადადედამიწა აცდენა არ აქვს, ეგ ძალიან მომწონს და ეს ფარები პლუს მაგას ეს სტოპები უბრალოდ უხდება აი ამ სპოილერს, სახურავიდან რაც მოდის, აი ესეთი ჩატეხილი სპოილერი, მთლიანობაში რო შეხედავ, ფორმებს ყველაფერი იმეორებს, ანუ ერთმანეთს უხდება ეს ყველაფერი რაც აქვს. აქაც თქვევით ესეთი დიფუზორივით გვაქვს, ნორმალური კარბონში ამოწყობილი, ან გადაკრული, რავი ამ მნიშვნელობა აქვს, მაყუჩები ორ-ორი აქეთ-იქით. XPTM competition. იმენა ლამდვესი უნდა ეწეროს ქვევით. ერთი სიტყვით ამ მაყუჩებზეც ფიქრობ ხოლმე ბევრს, ანუ შესაძლებელია სხვა ფორმის კონდეს, მომენტ რატომაც არა. ანუ აი ქვევით, აი შესაძლებელია რომ სხვა ფორმის კონდეს. რაღაც უკვე ცოტა ბანალურია, ამდენი ესეთი წვეტიანი უზორები რო აქვს, ესეთი ხაზები, რაღაც ეგ ფორმები და უცებ რგვალი მაყუჩები თითქოს ამოვარდნილია. ანუ რგვალი ფორმები რო კონდეს უკან, მაშინ ვიტყოდი რომ რგვალი მაყუჩი უხდება მეთქი, მაგრამ ამ შემთხვევაში უფრო სხვანაირი მაყუჩის თავებს ვისურვებდი. ხო, ანა იმ რგვალი, ნუ არ ვიცი. კი. აი სურათები გადაუღე. მე პროფესიონალია. ერთი სურათი თუ შეიძლება მეთქი, რა თქმა უნდა, შეიძლება მომაჩეჩეს კამერა ხელში და მე უღებდი. არა უშენ ვაგრძელებ. ტელეგრიტი. მოგეთ ვიზუალზე მე რას დავამატებდი პირადად. ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ახლა ყველა მიხვდა რასაც ვიტყვი, მაგრამ კიდე ერთხელ უნდა გავაჟღავი. ტუჩი უნდა რა, ტუჩი უნდა ყველაფერი წვერი, ანუ გაპარსული წვერი არ მევასება. მანქანაზე ტუჩი არის წვერივით. ამიტომ ტუჩი უნდა ეყენოს უფრო აგრესიული. სხვათა შორის ერთი შედარება მინდა გავაკეთო, რო ვატარებდი რაღაც თავიდანვე ვიგრძენი რომ მანქანა უფრო რაღაც პატარა მეჩვენებოდა ვიდრე X5 არის. მე რო ფიქრობდი რომ აი ამ შეგრძნებას რა მაძლევს მეთქი. ნუ კაი გავიგეთ რომ დაკიდების სისტემა ცოტა ხისტია, არ არის ესეთი რბილი და არ ირწევა. კი ბატონო, კარგია. კარგად გას ასვალზე მოსახვევში კარგად გას, რო აჭერგას მიდის, ის შეგრძნებები რომ მოსპორტულო მანქანა კი ბატონო, მაგრამ აი ეს მასიური მანქანა შეგრძნება არ მქონდა და ვფიქრობ რატო არ არის, იმიტომ X5 არ არის პატარა მანქანა და მე მივხვდი ანუ დაბალია მანქანა
შეგნით რომ ზიხარ რაღაც აწეული ცაში არ ხარ, შეიძლება კონკრეტულად ეს მანქანაა დაწეული, მაგრამ მოდი ამაზე ვილაპარაკოთ, ამ მანქანას რომ მართავ, საერთოდ არ მაქვს იმის შეგრძნება, რომ დიდ ტლანკ X5-ს მართავ. პირიქით, რაღაცა ტანზე მორგებული, კარგი სპორტულივით იყო ეს ავტომობილი და ნუ სიარულზე უკვე მე და ჩაჭერებზე უკვე მე რა თქმა უნდა გადავალთ. ეხა ვიზუალ ცოტა ხანი შევეშვათ, უკვე ხელები მეკავება, რომ უკვე ამის საჭერო, კი, ამოუცხო საჭერო ატრიალური და გაზის პედალი იქიდან მიხმობს დამადგიო, აი მომაჭირეო, უნდა მივაჭირო ერთ. ეხა ჩავждეთ, გავიაროთ, შეგრძნებებსაც მოგიყვებით, როგორ ჩქარდება, მაგასაც გეტყვით ყველაფერს და ემოციებს გაგიზიარებთ. წავედით. გამოუტრასეთ ცივი ჰელი. თან ჩაციებული გაქვს, ხო? ასე ჩაციებაზე მაქვს გაშვებული, იმიტომ რომ ჩამოწყა უკვე და ჰელი უნდა დალიო ჩაყინული, ანუ თბილი ჰელი აღარ გვეკადრება, იმიტომ რომ ძალიან ცხელა გარეთ. გათბობაც აქვს თუ რამეა, შეგითხოვს ყავა თუ გიდევს ან ჩაი თუ წრუპავ, შეგიძლია ჩადო და არ გაგიცივდება, მაგრამ ეხლა ჩვენ რომ ჰელი გვიდევს, ცივი გვაქვს გაშვებული. აქ ჯოც გვაქვს. ნა ესეთი ფერებში, სალონის ფერებში ჯუარი. აჰა, მან ვერ მიწდება, ესე თუ მიწდება. კი. აჰა, всё, ეგარი. ნუცადე. ძუძულებთან ახლოს რო იყოს, აგა დავაჭერინოთ ხელში. ეს ისა მიმართულება ჰაერის, საიდანაც გვინდა შევატევთ, იქით უბერავს. მარტივი არ პრაქტიკული არის ხა. სილამაზით გამოირჩევა მეთი მოგატყუოთ, მაგრამ ძალიან პრაქტიკულია, ეგრევე გავწევ გამოწევ. რომ სტანდარტულად რაც ძველ მანქანებს აქვს ხოლმე, თითქმის იგივე ფუნქცია აქვს რა, ამასაც ხელით ამოძრავ. მაგრამ აქ უნდა ითითაო, რა თქმა უნდა, მომატებაზე და დაკლებაზე დაბერვის და ტემპერატურის შესწავლაზე მონიტორზე უნდა იჩავიჭო. მექანიკური არ გვაქვს, მექანიკური არ არის. სალონს სანამ განვიხილავ, ეხლა ისეთ ადგილას ვართ, აქ ჯობია ჩავაჭიროს. რა თქმა უნდა, ემის ღილაკები გვაქვს, აქ როგორც მინდა დავაყენეთ M1, M2 და აი გადატენილები მზად ვიქნებით პირდაპირ. ცოტა ხანი სათვალეს მოვიხსნი, კიცხენებს მატებს ეს სათვალე და ენერგიას, მაგრამ უკვე იმდენი ჰელი დავლია, რომ ენერგია ნამდვილად არ მაკლია. მოგეთ M1-ით დავიწყოთ, M1 ჩავაგდოთ. აჰა, всё, M1 გააქტიურებულია. აჰა. სპორტ პლუსი, სპორტი. ეხლა ჯერ გაგორებულზე ჩავაჭიროთ, ნახოთ როგორ შეგრძნებებს გვაძლევს ჩვენი X5 კამპეციშენი. აი თუ არ არის გადავსვალი. იმენა ეგრევე ეს 160 დადო ეგრევე, ბიჭო ხო მომხედი აქ, მომხედი. მოსახვევში შედის, ვაფშე არ მოძრაობს. აი საერთოდ ძალიან მაგრად დგას გზაზე, ეგრევე ჩააჭერ, ეგრევე სხოდუ მიფრინავს. გიჟივი დადის, მაგრამ ტესლა მაინც გამასრო, მაგრამ მაგასო თავი დავანებოთ, მაინც შკარია და კარგადაც. ყოველ შემთხვევაში შეგრძნებებით, აი მაგრა იკაიბებთ, მაგრა. ეხ შეგვიძლია პლუს ამას წავარტყათ და უკვე მანუალში ვართ და შეგვიძლია აქედან ვაწვალოთ, შეგვიძლია შიფტერი, საიდანაც გინდა, მესამე, წავიდა და აქედან მერე მკვეთრი მოძრაობებით ეგრევე. მენა მარჯვნიდან, ესენი ვერ ხვდებიან, მაგრამ მივახვედრებთ. 21-22-იანი დისკები აყენია, ამ დისკებზე საკმაოდ რბილია, ან დამღლელი ნამდვილად არ არის, ან სიამოვნებს მანქანის მართვა. სიამოვნებს, ეგ არის ერთი დიდი პლუსი. შეიძლება ჩქარი იყოს ყველაფერი, მაგრამ მანქანა იყოს დამღლელი. ამ შემთხვევაში საერთოდ არ ვიყლები, დღეს მთელი დღე დავდივარ ამ მანქანით და საკაიფოდ, კომფორტულად ჩემთვის გადატენილი მოძრაობ. ერთადერთი მინდა დაუბრუნდე ისევ სიმძლავრეს, აი კიდე აქაც ხაზი მინდა გაუსვა იმას, რომ ელექტრო მანქანებმა რაღაცნაირად აი პონტი დაბრიდეს რა, აი რაღაცა აი აურა როგორ იცი, აი შელახული მაქვს აურა, იმიტომ რომ აი შეურაცხყოფილია, ხო, ანუ დამაკომპლექსა პირდაპირ გეუბნები, იმიტომ შენ რომ მიდიხარ და M-ის ტოპ ვერსიას ყიდულობ, BMW-ის ტოპ ვერსიას რო ყიდულობ, ეს არის M-ი ამ შემთხვევაში ყველაზე ძლიერ მოდელს, ყველაზე
მაგარს რო ყიდულობდა რო გონია რომ აი ამაზე იქით რაღა უნდა ვიყიდო უცებ მაინც რაღაცა ელექტრომაგნიტური ჩაგიulis ვიბრატორი რაღაცა როგორ იცი რაღაცა გაკომპლექსებს მე რა მე კი ვიძახი რომ ეხა მე მკიდი ესე არავის არ ვეგაზავები და ასე შემდეგ მაგრამ ნუ ამხელა თანხას რო იხდი და შენ რაღაცა ნუ გისწორდება გულის სიღმეში რა ემი ყოველთვის შიში ზარს წემ და ემი ხადაო ყველაზე ჩქარი მანქანები იყო რომ გამოდიოდა აი ხა გარე კადრებს რო ვიღებდით დინარაძე იმენა თავისი long range-ით plate-იც არ არის ანუ ფლადი არ არის მაქსიმუმ ფლადი იყოს მაგრამ ფლადი არ არის ერთი ხელით მიღებდა კადრებს იღებდა და მეორე აუ ჩავაჭიროთ რომ ჩავაჭირეთ ნუ მაინც ამაზე ჩქარია. კი, ვაღ, ერთ დამკარგავ, ერთ რაღაც ჩამომიშორა ესე, მაგრამ ნუ წინ მიდიოდა რა, ვერ გავასწარი ყოველ შემთხვევაში, ანუ ვერანაირად ვერ გავასწარი, რამოდენიმეჯერ უკვე ნერვები მომეშა, მე მეთქი მოდია, ბიჭო და მე დავასე, ანუ აზრი ვერ გავასწარი. Meanwhile მიყვებოდი გვერდზე ვედეკი ის ცოტა გადიოდა მაგრამ ეს ცოტა მაინც იმას ნიშნავს რომ ნუ ტესლამ გაასრო ნუ ეხა ბევრით ვერ გადიოდი ცოტა გადიოდი მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს დიდმა დომინიკ ტორეტომ თქვა მერე ცალკე რო იქნება იტირე ჩუმა ერთი ჩემი არ არის ამიტომ ტესდრაივის მერე რავი სხვა მიტიროს რა ვქნა რა გავაკეთო შემოგტენა ილონას ეკეთილები მოგეთ 0-დან 100-მდე ავჩქარდეთ მაინც ამოვიღეთ დრაგი აქ ეხა დავაკარს ადა მოტეხე დრაგი მომეცი დრაგი ეს არის დრაგი უკვე მე-7 წელია იზომება აჩქარება და არა აპლიკაციით მე-7 წელია უკვე იმაშვებით რა ქვია მაგას ხსნით მაგრამ მაინც აპლიკაცია გითხარით აპლიკაციაც დრაგი არის აპლიკაციასაც დრაგი ქვია ერი აღმართზე დავაი ჩავაჭირო თუ გინდა დაღმართზე ჩავაჭიროთ კარგად წავიდეს ჩაეჭიდეთ იმე მოეჭიდეთ დავაი წავიდე ლანჩ კონტროლ წავედით მან დავაი გადართე იმენა მიდი ასე კი ავედით უკვე ეგარი ბიჭო ეგ სოფიანია მაგრამ ამაში ისე რაღაცები უფათურო ტესლას გადაიწყავს მაგრამ ეგ უკვე ნაფათურები გამოდის მოვა პლეიდი და 4:33 არ ვარ კმაყოფილი. ლანჩ კონტროლ 1-2-3-ია, არა, მაგრა კი წდება ადგილიდან. იმენა ახე, ჯერი, იმენა, მაქანავებინა თავი თუ არა? მეორეში მაგარი გადავაკანავა. მობას პიცა ვარ, გაგია ქანავა. ვიძახდით ვა 0-100 აგერ. საწავიდა. 4-0-6. ეგრე 4-ში დადო თუ არა, დადოსიო, გავთიშეთ დრაგი წავედით. არა, 4 წამი ეხა მაგარია, მართლა 2 ტონა ნახევრიანი მანქანისთვის ეხა რა ვიცი, მეტი რა გინდა ეხა. ცუდი არ არის. თან ეზრავების მაგრაკეტე მოდი ეს გავთიშოთ, კომფორტზე გადავიდეთ. ეზრავებიც ეხა მაგრაკეტება, რავი, twin turbo 8 ცილინდრიანია და ნუ რავი, თუ მაინც და მაინც გინდა რომ შესწე, შეგიძლია რომ შესწე. დაუბრუნდეთ ინტერიერს, აქვე დავიწყოთ მონიტორით, უზარმაზარი მონიტორი, Nodos M2 რო გადავიღეთ, იქაც ესეთი იყო. ნუ გამოსახულებაც რა თქმა უნდა იგივეა, ციფრული, ყველაფერი, ანუ ერთ სტილში არის, ყველა ტვის აღარ სხვათა შორის მე სულ მაგას ვიძახდი, რომ მაინც მანქანები ხო ერთმანეთს ემსგავსება და ყველაზე მარტივი ალბათ არის ის, რომ აი ბევრი ვარიანტი იყოს, თუნდაც აი ამ გამოსახულებების, რომ აი სიტყვაზე რაღაც BMW-ს მოყვარული რო ხარ და ერთი მოდელიდან მეორეზე რო გადადიხარ, ცოტა სხვა რაღაც რო ხდებოდეს, აი ერთი და იგივეა ყველაფერში. ახლა X6-ში იჯდები, ეხლა X5-ში თუ M2-ში, აი რო იყურებია ყველაფერი არის ერთ და იგივე. საჭეები იგივეა, მონიტორები იგივეა, ეს გაფორმება თლიანობაში ემების თითქმის იგივეა და ასე შემდეგ. მე მაინც ვისურვებდი, რომ ცოტა ინტერიერით ითამაშონ რა რაღაცეები იჟონგლიორონ რომ სხვადასხვა იყოს. ეს უკვე ნამდვილი კარბონია, ამოწობილი არ გეგონოთ, ქარხნულად არის, აქაც უკარბონებშია ლამაზად. მერე მოდის უკვე ეს წითელი და აი ეს რომბებივით რო არის, აი ეს რომბების გაფორმება ძალიან მომწონს ვარ მოგატყუოთ რა. ეს თავისი ტყავი შეიძლება ნაპაა, ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ამ მნიშვნელობა სასიამოვნო არის რო ვეხები. შავი წითელში ინტერიერი სხვათა შორის ძალიან მომწონს, მართლა ძალიან მომწონს და უხდება ეს ავარძლების ნახე რა გონია, ნუ საკაიფოა რა, ესეთია. მთლიანობაში რო შეხედავ, მდიდრულია, ლამაზია, სპორტულია, ელეგანტურია, აქ ეს დინამიკი Bowers and Wilkins-ის აი იმენა ლამაზად იყურება და რა თქმა უნდა head-up-იც გვაქვს. head-up-ი ჩართული ახლა მე აღარ გამითიშავ, ზოგს ძალიან უყვარს head-up-ის უმაგი დადის, ზოგს ნუ ფეხებზე კიდია. მე ძირითადად
head-up-ი სადმე თუ მქონია, ვთიშავ ხოლმე. რაღაცა თუ ის რაიმდო მაინც ქვევით ვიყურები მაჩვენებლების დაფაზე რა, აი აქ ქვევით რაც არის, მანდ ვიყურები. ეს არის სხვადასხვა ალუმინის ფერშიც მომწონს ძალიან. ანუ სალონი ძალიან გემოვნებიანად არის გაკეთებული, მინდა გითხრათ მომწონს. კიდე დაუბრუნდებოდი იმას, რომ ჩვენ დავიწყეთ ადრე, კაი ხმის, ერთი წლის წინ თუ თვეების წინ X4-ის გადაღება. M-ის. საკმაოდ საინტერესო მანქანაა და მინდოდა მაგის გადაღება, იმიტომ რომ ყოველთვის ვინც ჩემ ტესტ-დრაივერს უყურებთ, იცით რომ X ზომა, საშუალო ზომის SUV, თან მით უმეტეს სპორტული, ჩემს არის ხოლმე, აი ყოველთვის მისწრება. როგორც GLC 63 გადავიღეთ, ისე X4M მაგრად მაინტერესებდა. თითქმის ნახევარი ტესტ-დრაივი გადაღებული ქონდა და რაღაც პრობლემა შეექმნა შუა გადაღებაში, რაღაცა მოელანდა. გაფუჭდა და ვეღარ დავამთავრეთ მაგ ტესტ-დრაივის გადაღება. საკმაოდ ხისტი იყო და ველოდებოდი რომ ესეც საკმაოდ ხისტი იქნებოდა ეს X5, მაგრამ ნურას უკაცრავად. ოვე, ტრასაზეც კარგია, ქალაქშიც კარგია და ყველგან მომეწონა ერთი სიტყვით. ეხლა ვინაიდან ეს არის მაინც M-ი, მაინც რა M-ზე M-ია, რავი, ამაზე M-ი არ ვიცი, ამაზე M-ზე იმენა. M-ზე M-ია, გავჩერდეთ კაპოს ჩავხედოთ ტექნიკურ მონაცემებზე ვილაპარაკოთ და გავაგზავნოთ ჩვენი უხეში ტესტ-დრაივი. ცოტა საწვავიც ჩავასხათ იმდენი ვიარე და ბანი დავადუღეთ ამ სიცხეში დავადუღეთ. წავედით, კარგი ადგილი შევარჩიოთ. არ ვდუნდებით, ჩავხედოთ, მოდუნების დრო არ გვაქვს. აი, რა ხდება, ცოტა დასულია, მაგრამ ეს არის ჩვენი 8 ცილინდრიანი twin turbo, აი ეს უბიცა 4 და 4. ცოტა არა. ეს რაც ჩამოვიდა იმის მერე ესია მე მგონი, მაგრამ ეს იცი რას ნიშნავს? ესე იგი ჯერ არ გაფუჭებულა, ანუ აქ არავის არ უფათურია ხელები. ეს კაის მანიშნებელი არის, მინდა გითხრათ, იმიტომ რომ არ არის გადაპრიალებული და ეგ რაღაცა ნაძრომიალი. ამის გარეცხვა ცოტა რთული ამბავია და გეტყვით რატომ? იმიტომ რომ ფარსუნკებზე წყალი არ უნდა მოხდეს საერთოდ, ახლოსაც კი, ანუ წყალი არ უნდა გაეკაროს, იმიტომ რომ 850 რო ყავდა ეს ზრავი აეჯი კარმა დააკერხერებინა და ეგრე ჩაისვარა. მოგრათ რიკოლიც იყო F90-ებზე, ბაჩოკიდან წყალი გაზდიოდა და თუ ხდებოდა იქ ითხარეს ეს ფარსუნკების, ანუ ფუჭდებოდა, მაგრამ არსებობს სხვა მეთოდები, აუცილებელი არ არის კერხერი ჩადო იქ წახვიდე მოსაწევად ყავა აიღო და იქ 1 საათი ელოდებოდე როგორ ქაფით გიკერხერებენ, შეგეძლია რაღაც ან დიტეილინგში მიხვიდე. აი, პანიკაში. ჩვენიანი არ გვიკვინო ძმაო. და არსებობს ბევრი დიტეილინგსაც თავი რო დავანებოთ, ხსნარებიც არსებობს პირდაპირ პლასმასზე და რკინაზე, შეგიძლიათ დაასხა, გადაწმინდო. ეგეც სპონსორი არ გვაქვს, რომ კაი რეკლამას მივცხებდით, ეხლა გადავატარებდი ერთიოს, მაგრამ არ არის. არა BMW-შნიკურია რა, ესეთი ზეთი არ არის, მტვერია, მხოლოდ მტვერია, აქ შეიწოვა ყველაფერი, აქ დაბინავდა. 4 და 4 twin turbo, ამაზეა მიბმული 8 სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფი, რა თქმა უნდა X drive-ია, MX drive-ია, იმენა 4-ვე წამყვანია. სხვადასხვა ეგ 4-ვე წამყვანები კარგად მუშაობს. რეალურად კი არ ვიცი რატომ ვიტყვი რომ off-road-ისთვის და უგზობისთვის ამ მანქანას არავინ არ ყიდულობს, მაგრამ ოდნავ პატარა გზიდან თუ გადახვა, ეს გრუნტიან გზაზე, ოდნავ აღმართზე, ნუ პატარა საშუალო კალიას და რაღაცას, ანუ რეალურად დადის ეს მანქანები. ანუ M-ი არ არის აუცილებელი რომ M-ი იყოს. ზოგადად ეს X drive და ფორმატიკები დადიან რა, ეხლა გლადიატორს, რანგლერს, რუბიკონს და რაღაცებს ახლა ვერ შეადარებ ახლა პაჯეროებს და ნისან პატროლებს, მაგრამ და ესე სადმე დაჩაზე თუ მიდიხარ და ასფალტიდან მოგიწია გადასვლა, მუშაობს შვენივრად იდეალურად. ნუ რა თქმა უნდა, ყინულზე და
წვიმას სველზე და წვიმაში კარგად მუშაობს, ნამდვილად დახვეწილია და ასე შემდეგ. მაგაზე ეხა არის უბრალოდ გამახსენდა და მინდოდა მეთქვა. მოკლედ 600 ცხენის ძალა, 750 ნიუტონი, ანუ თორქი აქვს 750, 600 ცხენის ძალა კაიმ სუყე ჭღერს. მთლიანობაში მონაცემები კარგია, მაგრამ აი ისევ რო გახსენდება რომ ელექტრომანქანები ტვინს მერე უკვე რაღაცა იგი გინდა რომ რავი, რაღაცა გინდა, მაგრამ მაგ რაღაცაშიც ერთი დიდი პრობლემაა. აიყვან 1000 ცხენის ძალაზე, აიყვან კი ბატონო 1000 ცხენის ძალაზე აიყვან და მერე ანუ ელექტრომანქანების ტოპ ვერსიები რომლებიც არის ის გამოდის და მერე მაინც გასწრებს. ამიტომ თუ მანქანას არჩევ, უნდა არჩევ შენი ხასიათიდან გამომდინარე. ანუ რა გიხდება, როგორი მანქანა მოგწონს, რა ემოციებს განიჭებს. ანუ იმ სიჩქარეზე უკვე რაღაც ავიდა რაღაც დონეზე შიდაწვის ზრავები და იმის იქით ქარხნულები, ანუ სერიულები ვეღარ მიდის. რა გავაკეთოთ? კორვეტი რო გამოვიდა ZR1X-ი, მაგასაც კი გაუჭირდა იქ რაღაც ელექტრომანქანებთან ჭიდაობა უკვე და სამწუხაროა რა სიზავ ესე არის. მაგრამ არ მგონია რომ ვინმე უარი თქვას კორვეტზე ZR1X-ზე იმის გამო რომ ელექტრომანქანას შეუძლია გაგასწროს. არავინ არ თქვის უარს. არც ამაზე არ უნდა თქვა უარი მე თუ მკითხავ და არც სხვა დანარჩენ სპორტულ მანქანებზე, რომლებიც სიამოვნებას განიჭერთ. ეს იმენა მეჭეჭივითაა რა. აი იმენა რა ვიცი, ხალია, ცუდი თუ ცუდი მეჭეჭი თუ რაღაცა ხორცმეტია თუ რა ჯანდაბაა, არ ვიცი, რაღაც ცუდად ჩანს. ანუ არ ვიცი, ცუდად ჩანს. ცუდი ადგილი შეარჩიეს, ან ძალიან ცუდად არის ჩასმული. ნუ ეს ქარხნული ხა მაგას ვერაფერს ვერ ვზოვთ. ჩვენ რო M4 გვყავდა, იმას ეს ნესტოები ხო გზელი ქონდა ეს ან კბილები, ან ნესტოები ამ მნიშვნელობა აქვს. აი კბილები თახვივით ხო იყო, ბობერ კურვასავით ხო იყო. აი ესო ჩამოდიოდა ჯღვლინტივით ქონდა, მე აი ეს დისტრონიკი. აქეთ ერთ მხარეს ქონდა. აქ უკვე ცენტრშია ეს დისტრონიკი. ამ წერების ის კი იქნება, რა ქვია, მაგნიტი. ან ტრასაზე რომ მითხრა კენჭი და მწერი, რაც არის პირველი აქ მოხვდება. მაგრამ სიმეტრიულია, მინიმუმ სიმეტრიულია და ესთეტიკურად კარგად გამოიყურება. იქ არის რატო გადაწყვეტეს იქით ყოფილიყო ვერ გავიგე, მაგრამ ეთყობა შუაში კიდე მაგისტრის ხო ვეღარ ჩათხარეს და რაღაც მოტეხილი კბილივით ქონდა. ეს ორი ეს კბილი ხო ქონდა, ნესტო კბილზე გადაბმულივით. ერთი წამტროული ქონდა. ეხა უკვე დროა დავბრუნდე თბილისში, საწვავით ჩავასხათ. ღამეთ შემოგთავაზოთ ეს ულამაზესი ფერი, იმიტომ რომ ღამეთ დარწმუნებული ძალიან მაგრად გამოჩნდება ეს ფერი, თავისი ყველა უზორი იქნება გამოკვეთილი ამ მანქანის. ყველა ნაკვთები უნდა ამოიტანოს ღამე ამ სიგნალეში უნდა გამოანაცვლოს. ამიტომ ღამის კადრებსაც შემოგთავაზებ და რა თქმა უნდა უკანა სივრცეს და საბარგულსაც ნახავთ და განვიხილავთ ერთად. წავედით. ბევრი სიარულის მერე ყველა გზა ვისოლში მოდის ხოლმე. სხვადასხვა ფერები კი უხდება ვისოლის ბენზინგასამარსადგურის ამ ავტომობილს. ერთმანეთთან ძალიან ახლოს არიან. რა თქმა უნდა, ჩვენ ესე სპორტულ ავტომობილებში ყოველ შემთხვევაში რომელ მანქანას სპორტული ძრავა გააჩნია, ყოველთვის ვასხავთ სუპერს. ჩემ აპლიკაციას სულ ვიყენებ ხოლმე, იმიტომ ფასდაკლება მაქვს ძალიან კარგი და მაგ აპლიკაციას ყოველთვის ვიყენებ ვისოლში, როდესაც მე მჭირდება ხოლმე საწვავის შეძენა. ეხლა უკვე აუზი მე მგონი კარგად გაავს, ეს იმდენიასია უკვე ამ მანქანაში, რომ ღამის თბილისი დავლაშქროთ. წავიდეთ, ეხლა ცოტა ღამის კადრებიც ავიღოთ, ინტერიერსაც განახებთ, ძალიან ლამაზად ანათებს და ყველაფერს უკვე შიგნიდან და გარედან განახებთ ამ მანქანაზე. Yeah, I'm number one and I feel like that bitch. And I heard what they said, they don't say it like this. Stepping over cause the shoes might fit. All these haters wanna watch, tell them look at my Yeah, I'm number one and I feel like that bitch. And I heard what they said, they don't say it like this. Stepping over cause the shoes might fit. All these haters wanna watch, tell them look at my wrist. Tell them look at my wrist. All these haters wanna watch, tell them look at my wrist. All these haters just watch, tell them look at my Left and wrist. down play Jane, I ain't in all that floss. Got a couple colors cause I'm Darua, bro. Darua. ოკეი, დღა მე ძალიან
ლამაზად გამოიყურება ამ მანქანის ინტერიერი. ესე აბრდღვიალებული, სინათლის სავსე ინტერიერი არის ჩვენი ქალაქივით. მოგეთ ეს დინამიკებიც რომ ანათებს ძალიან ლამაზია, არ ვიცი, შეიძლება ზოგმა იცოდეს, ზოგმა არ იცოდეს, მაგრამ ამ მანქანაში ესე ლამაზად დინამიკები ანათებს. აქ უფრო სიმეტრიულად ანათებს. აქ უკვე რაღაცა თავის ექშენი ცეცხლები, რაღაცა ცეცხლის ბურთულებია, რაღაც გამოსახული შიგნით. მთლიანობაში მართლა ლამაზია, ლამაზად ანათებს. ნუ, გავით, ყველა თანამედროვე ახალ მანქანას განათება უკვე სალონში აქვს, მაგრამ ეს დინამიკები ბევრ მანქანაზე არ გვხვდებათ, რომელიც ანათებს. უკანა სივრცე ძალიან ლამაზი. აქაც ანათებს დინამიკი, ზედა არ ანათებს ოღონდ. ზევი ცოტა დაიკიდეს. აქ უკვე შიგნით ბერკეთთან არის სანათი, კარებზე გვაქვს და დინამიკი ანათებს. ქვევითა ჭიქის ჩასადები სადაც არის აქ, ხელის ჩასადები მან. ნუ რა თქმა უნდა, ხელის დასადებიცაა, ეგ არაფერი ისეთ სასწაული. გილაკები, კლიმატის, უკვე ჩინურ მანქანებში ხედავთ, აქედან პადი გამოდის, პატარა ტელეფონის ხევა და მაცივარი და ასე შემდეგ. აქ ეგეთი არაფერი აღარაა და აი ეს მაცივარი როა წინ ვითომ მაცივარი, ნუ მაცივარი არ არის რეალურად, ვითომ სივსასმოსო ჩადებს შეგიძლია ეგ ჩართო და შეინარჩუნებს თავის სიგრილეს, მაგრამ ჩვეულებრივი რაღაცა ვენტილატორი უფრუტუნებს, არც უბერად რაღაცა ფრუტუნებს, არაფერი არ ჩააცია, ჰელი ვერ ჩაგვიცია. ნუ ალბათ გათბობა უფრო კარგად მუშაობს, იმიტომ რომ როდესაც ცხელის სასმელი ოდნავ გრილდება, იმ ტემპერატურის შენარჩუნება მარტივია, ცოტა სითბო რო დაუბერო, ის შეინარჩუნებს, მაგრამ აი ჩაციება ცოტა რთულია, ვერ ჩააცია. საბარგულს ჩავხედოთ, მოდი ვნახოთ რამდენად პრაქტიკულია, იმიტომ რომ უკან სივრცე ნამდვილად არის თავთანაც, ზოგადად X5-ებს უფრო მეტი სივრცე აქვს ვიდრე მაგალითად X6, იმიტომ რომ ფორმა აქვს ავტომობილის სხვანაირი. X5-ში უკან, ძმა ორ ნაწილად იხსნება. პადელის ჯოგანი. პადელია, მაგრამ არის. პადელია რა. ჯადი. იმენაჩი, მე კარგი ეს რანაოროტკა. ხო, დამაინტერესებს, იცი, ეგ რო ღია, ზედა თუ ჩამოდის ცალკე. არ ჩამოვა ალბათ. თუ აკეცავს, მაგრამ ალბათ აკეცავს. ვითომ? ლოგიკურად უნდა აკეცოს. იციან გერმანელები. გერმანელები იმენა მაგარ ვეშებს ამზადებენ. ყველა კი არ. ლამდუესი, სათადარიგო საბურავი არის. ეს მაგარ ვიციან ხოლმე მანქანაზე, ზოგზე რო არის, ზოგზე არ არის, ანუ აი ჩამოყალიბდით, უნდა იყოს თუ არ უნდა იყოს. ანუ სტანდარტი რომელია, უნდა მოყვებოდეს თუ არა, ზოგზე მოყვება, ზოგზე არ მოყვება, ზოგზე ჩვეულებრივია, ზოგზე რაღაცა რამფლეთი მაზაფაკა პატარა ისაა და ერთი სიტყვით. ნო, ეს მექანიკური გვაქვს, ვაიმე, გავმაზრე, ჩემი კაი. რომ დაღამდა დავიღალე ეთყობა. ესენი მომწონს ხო, არ ვიცი რატომ, მაგრამ მანქანას რო აქვს ხოლმე ეს ფარდები, არ ვიცი რატომ მაინც მომწონს. ფრთები გაშალა, რაღაცა ჩვენ BMW-ს ლოგო კი არ არის. აი ეს ფრინავი თეფშია, ფრთები ამოზეს M1-ში ხო არის, M1-ში პატარაზე შლის რა, ემზად M2-ში უკვე ბოლომდე აფრიალებს ამ თავის ფრთებს. ორმაგი შუშა არა აქვს. ცოტა გასაკვირი არის, მაგრამ ნუ დიდად მე როგორ აიცი? მე ხსნი ყველაფერს, რა აქვს, რა არ აქვს. გამიკვირდა ფასიდან გამომდინარე, იმიტომ ძვირიანი მანქანაა. თან მithumetes ეხა წონა დაზოგესო შუშაზე ვერ იტყვი, იმიტომ რომ მაშინ პრისოსკასაც ამოიღებდნენ. ხო, პრისოსკა თუ აქვს, მაშინ ორმაგი შუშა რატო არა აქვს? აი, ქარისხმა რო შემოდიოდა. აი, ამის ბრალი ყოფილი ნაბოზრები ეს. ეხა გადავიდეთ შეჯამებაზე. თან ბევრმა ნახეთ, რომ ძალიან ბევრი ქება დიდება დაიმსახურა, მაგრამ ესე მარტივად ვერ გამოძრება ეს მანქანა, ვერც გერმანელები და ვერც BMW და ესე მარტივად ჩვენ ტესტები ვერავინ ვერ გამოძრება. უყურებენ ახლა შეჩევ გერმანიაში. უხარია, სარიშვილიო, მოკლედ ძლივს რაღაცა მაგის მოსაწონი გამოუშვითო, მაგრამ აი ახლა დაგენძრათ თქვენ. მოკლედ, მარტივად რო შევაფასოთ, პირველი ესეთი ლაითი შეფასება რო ვისროლოთ, მანქანა კარგია თუ ცუდი, მანქანა არის ძალიან მაგარი. ანუ მაგრად მომეწონა ეს მანქანა, მაგრამ ეს მანქანა მომეწონებოდა ძალიან მაგრად 100-დან 100-ას დაუწერე, ან 10-დანაც, რა მნიშვნელობა 5-დან 5 მაქსიმალურ შეფასებას მივცემდი, რო არ არსებობდეს ეს ელექტრომანქანები. ეხლა გეტყვით რატომ? ეხლა ხო ვერ წავშევთ, ხო ვერ ამოვშევთ, ხო არსებობენ ეხლა და რა ვქნათ? ეგ იგივეა, რომ შავ ფერადკანიანები არ არსებობდნენ, კალათბურთში თეთრები უფრო მაგრები იქნებოდნენ. არსებობენ და ეხლა რა ვქნათ? ემს როდესაც ყიდულობს ადამიანი, ყოველ შემთხვევაში ყიდულობდით, ან ვინმე ყიდულობდა, ან ზოგადად ემს რო გააჟღერავდა, ვინმე იყო იმის მანიშნებელი, რომ იმას უნდა და ყველაზე ბრუტალური, ყველაზე ჩქარი
ავტომობილი რაც კი შეიძლება ბაზარზე შეგეძინა ადამიანურ ფასად. მე არ ვიძახი სუპერკარებზე და ნუ Ferrari, Lambo და ეგეთებზე არ ვიძახი. ჩვეულებრივი ადამიანური მანქანები რომლებიცაა, რაც შესაძლებელია რომ ადამიანმა მასამ შეიძინოს დედამიწაზე. ეს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მანქანები იყო M. M-ის ლოგო ვისაც ჰქონდა, ეს ნიშანი, ბეიჯი, ეს იმას ნიშნავდა, რომ იმას ყავდა ტოპ ვერსია, ტოპების ტოპი ყავდა. ეგ ყველაფერი შეიცვალა რითი ახლა გამოვიდა ელექტრომანქანები, რომელსაც ვეღარ ეჭიდავებიან, შიდაწვის ზრავიანი ავტომობილები და ეს ბალანსი დაარღვია. ნუ მაგასაც ვერ ვიტყვით, რომ ახლა უნდა დავივიწყოთ და არ ვეთამაშოთ. როგორ უნდა ეთამაშო, რას ქვია ახლა? იმ მოდის შუქნიშანზე გვხდება რაღაცა long range, მდინარაძე თავისი კამერით ტელეფონზე ლაპარაკობს და შენ აქ 100 ტიში გადახტილი, $100,000 გადახტილი. მანქანაში ცენტრიდან გამოაგორე და ანუ იმის გეშინეო გასფეხი დააჭირო რომ ვიღაცამ არ გაგასწროს უხმო მანქანამ. გერმანელებმა რატომაც გადაწყვიტეს რომ აღარ უნდა ეჭიდაონ, ყოველ შემთხვევაში მე ეგრე ვფიქრობ რომ გადაწყვიტეს, რომ ვეღარ ეჭიდავებიან ამ ელექტროავტომობილებს და უბრალოდ რაღაც ციფრები წერია, ამდენი ცხენი აქვს. ну ანუ რა გამოდის ახლა ანუ M-ს ყიდულობ იმის გამო აღარ ყიდულობ რომ ყველაზე ბრუტალური და ჩქარია მარტო იმიტომ ყიდულობ რომ ტოპ კომპლექტაციაა და ამას მოყვება დიდი ტორმოზები დიდი რაღაცა ამორტიზატორები ძლიერი ხისტი რომელიც გრუდება რბილდება და რა განათება ცოტა მეტი განათება მაქვს სალონში მეტი რა დარჩა თუ სიჩქარით ვერ ვაკვირვებთ ვერავის და სიჩქარე აღარ არის ამომავალი წერტილი და ვთქვით რომ კაი ელექტრომანქანები სიჩქარე დათმეს ეგრე გამო ხო ეგრეა დათმეს ხო სიჩქარე კაი ჩვენ შევეგუეთ მაგრამ უყურე რა არის აქ აი ჩემ თავზე მაგალითს მოვიყვან მე შევეგუე მაგას და ისეთი მანქანა მყავს რომ სიჩქარე ტოპ სპიდი ან ტოპ სიჩქარის გარდა სხვა რაღაცებით ვარჩევ ხოლმე გადაცემათა ყოველთვის მექანიკა მყავს ჩემი კორვეტი უკანა წამყვანია შემიძლია მოვაცო 8 ცილინდრა მაგარი ხმა აქვს და ასე სხვა რაღაცეებში ვიპოვე ჩემი ჭეშმარიტება ჩემი ინტერესი ეხლა რა ხდება ზოგადად თანამედროვე მასოვკაში აი მასიურ მანქანებში ეს M-ებში რა ხდება ხმა არ გვაქვს ზრავის ხო სიჩქარე შევეშვით ზრავის ხმა არ გვაქვს ელექტრომანქანებს ვაჯობთ რომ ხმა არ აქვს ემოცია არ მოაქვს იმიტომ რომ ხმა არ აქვს ზრავსო და ხმა არ აქვს ამ მანქანას დინამიკებში მოდის რაღაც ჩაწელი ამის დინამიკებში წამოვა თუ ტესლას დინამიკებში წამოვა ხმა რა მნიშვნელობაა კაი რეალურად ვარ რა მნიშვნელობაა კაი გადაცემათა კოლოფი მექანიკა წარსულს ჩაბარდა ბოლო ვერსიები რაც არსებობდა მექანიკა ერთ-ერთი მე მყავს იმიტომ კორვეტი ბოლო იყო მექანიკა არსებობს კიდე M2 და M4-იც რამოდენიმე წააწყდები ამერიკაში თუ მაინც და მაინც გინდა მაგრამ ჩემს გარდა რავი 1-2 კაცს ყავს მექანიკა BMW აქ და ზოგადად მექანიკა ავტომობილი მანქანა გადავიდნენ ავტომატიკაზე. ავტომატიკიდან მერე რაღაც უფრო ჩქარი ყოფილიყო და სპორტული გადავიდნენ რობოტზე, ხო? აი რობოტი, მექანიკა, მაგრამ ორპედლიანი და რაღაც გადართვის დროს წარტყმები აქვს, დარტყმები აქვს, აი S60 ავიღოთ, ხო? აი რორთავდი ხალხს ეგონა ტრაქში რაღაცა გაცხელებული სარი გაგიყარესო და რაღაც ადრენალინი მოდიოდა, შენი ორგანიზმი ხვდებოდა რომ რაღაცას შენ და აი ამ მდგომარეობაში რო იყავი, ამ მდგომარეობით ხვდებოდი რომ შენ ისეთი მანქანა იყიდე, რომელიც სიამოვნებას განიჭერს და გაშინებს მინიმუმ. ეგ აღარ გვაქვს. სიჩქარე გამოგვაკლდა, გადაცემათა კოლოფი არაფერს არ შვება, ხმა არ გვაქვს. რა ჩემი დარჩა აბა. აი რა დარჩა მითხარით. არაფერი არ დარჩა. მე პირადად ვაფასებ ამ მანქანას. კიდევ უღრმესი მადლობა პატრონს რომ გვათხოვენ და დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრს აინტერესებს ეს მანქანა თუ როგორ გაიტესტებოდა მე რას ვიტყოდი და ასე შემდეგ და მადლობა რომ გვათხოვა რომ უხეში ტესტ-დრაივი გადაგვეღო. მაგრამ მე ჩემი პირადი სუბიექტური აზრი არის რომ თუ ჩქარი და ცოტა მოსპორტულო მანქანა მინდა მართლა ჩქარ და სპორტულ მანქანას ვარჩევ ხოლმე ჩემთვის. ამ შემთხვევაში მე რომ მინდოდეს X-ი, აი ნათელი მაგალითი, აი როგორ შეიძლება კარგად მოვიყვან. ნათელი მაგალითი ისაა, რომ GLE ვიყიდე 350 მოდელი და გავალამაზე. მაგის ვიდეო ჯერ არ დაგვიდია, მაგრამ განახებთ როგორი გამოვიდა. ზუსტად იგივეს ვიზავდი, აი ზუსტად იგივეს ვიზავდი. X5-ზე არ მაქვს მარტო საუბარი, X6-იც იყოს თუ გინდა, X4-იც და X3-იც იყოს. მაგებში ვარ M-ები. აი ჩვეულებრივს ვიყიდიდი, აი ამას B58 ძრავით 3-დან 0-ს. მივაყარიდი ემლამას ბამპერებს, აი ესეთ ვიძე მოვიყვანდი. კი, ცოტა ტვინის, მაგრამ მოვიყვანდი ესეთ ვიძე და დამიჯდებოდა M-ის მე-13 ფასი. 500 წელსაც ამოგაღებინებდნენ ბიჭები. აი stage 1-ს მიაწერდი. stage 1 ხო, ეს stage 1, stage 2, stage 3 და stage 10 რატო დავიწყე საერთოდ მაგას დალაპარაკი, ახლა გამახსენდა რომ ვიღაცა იტყვის რომ აი ამას იმხელა პოტენციალი აქვს, აი იმხელა პოტენციალი არის როგორი რაღაცა, ისი აი უნდა გადაერთო, აი
აი ასე ხელს რო ჩაყოფ, აი აქამდე მაზუთში უნდა მოისვარო, იმიტომ რომ როგორც კი შენ დაიწყე ტურბინების შესვლას, იქ კოლექტორის გადაკეთებას, იქ ფარსუკებს შევხედოთ, ის გადმოვაკეთოთ, ის შვიდჯერ გადავანასტროიკოთ. შენი მანქანა არასდროს არ გაივლის, ისე როგორც ქარხანა დადიოდა, всё დამთავრდა. შენ იწყებ ჭუჭუს წელვას, დამთავრდა. შენ იმ მანქანით ვეღარ ისეამ. ამიტომ ერთადერთი თუ რაღაცის გაკეთება გინდათ ოდნავ ცხენის მომატება, ეს არის რომ ქარხულ მანქანაზე მიხვიდე პრაშივკა, ანუ კომპიუტერ უზრუნველყოფა, რასაც ეძახიან stage 1, რომ ოდნავ გააჩქარო, თორე ტურბინებში და ტრაკის თამაში თუ გადახვედი, всё დამთავრებულია ის მანქანა, შენ სიამოვნებას ვეღარ მოგანიჭებს. თუ რა თქმა უნდა, ავტოსპორტისთვის და კონკრეტული რაღაცისთვის, ანუ მეორე ან მესამე მანქანა თარკავს, რომ აი 1000 ერთხელ გინდა გამოხვიდე და გულღვიძლი ამოუღო იმ მანქანას. თუ ყოველდღიურად იყენებ მაგ მანქანას, შეეშვით ჭუჭუს წელვას. ეს რა თქმა უნდა ხუმრობით მართლა რჩევას გაძლევთ, რომ ეგეთ რაღაცებს შეეშვით. თავი დაანებეთ, შეირგეთ, ისიამოვნეთ იმ მანქანით. ამ ავტომობილის რესტაილინგი, ანუ facelift-ი X5 M-ის competition-ის ფასი არის დაახლოებით $100,000 მეორადის ესეთ. ცენტრიდან გამოგორებულს არ ვიძახ, აი ეს რა, მოვლენს ცოტა გარბენით რაღაცა საკაიფო, აი ეს რო უყურეთ 100,000-ში მერყეობს. იმას ეხა მართლა ვერ გავექცევით, როდესაც M-ია ნამდვილი M-ი ყოველთვის წონა არის და არა გაემებული რაღაც ბამპერები მიყრილი ავტომობილი. ეგ არის სუბიექტური, გემოვნებაზე არ დაობე, მაგრამ მე ისევ იმას დაუბრუნდები, ჩემას, რომ მე თუ სპორტული ავტომობილი მინდა, მივდივარ და დაბალ კუპე სპორტულ ავტომობილს ვყიდულობ. ესეთ მანქანას ვუყურებ როგორც კომფორტულად გადასაადგილებელ ტრანსპორტს. სტატუსურად თუ ეს ავტომობილი მოგწონს და გინდა რომ ტოპ კომპლექტაცია ყავდეს, გირჩევთ რომ X5 M-ი იყიდოთ, ძალიან მაგარია, მაგრამ თუ მაგ სტატუსს ყურადღებას არ აქცევთ ისე როგორც ზოგ-ზოგი ერთები აქცევენ, ან შეიძლება ჩემნაირად თუ არ აქცევთ მაგას ყურადღებას, შეგიძლიათ ჩვეულებრივი X5 შეიძინოთ. მეც ვერაფერს ვერ დავამატებდი, ძალიან კმაყოფილი ვარ, ძალიან მაგარი მანქანაა. იმ ელექტრომანქანას კეთილები რო აი ესე მოგვიშალა ნერვები და უკვე 600 ცხენის ძალას არაფერში აღარ წერია და არაფრად აღარ ვთვლით, მაგრამ რეალობას ვერ გავექცევით. მაინც ჯერჯერობით ელექტროავტომობილებისკენ მივექანებით. უკვე ჰიბრიდულებზე გადავდივართ და ნახოთ რა შემოგთავაზებს BMW მომდევნო ვერსიებში. შეიძლება ჰიბრიდები იყოს 1000 ცხენის ძალიანი, შეიძლება 1500 ცხენის ძალიანი იყოს, არავინ არ იცის. მაგრამ დღესდღეობით რაღაც ერთ დონეზე ვართ გაჩერებულები და თავში გვირტყავენ ეს ელექტროავტომობილები. მე ყოველთვის შიდაწვის ზრავიანებს ვარჩევ, ეხლაც და სამომავლოდაც, მაგრამ ნახოთ დრო გვიჩვენებს რა როგორ განვითარდება. მე ვარ გიორგი სარეშვილი, თქვენ უყურებდით უხეშ ტესტ-დრაივს, უღრმესი მადლობა, რომ ხართ აქტიურები, რომ უყურებთ ჩვენ ვიდეოებს, ალაიქებთ, აკომენტარებთ და გვპირდებით, რომ სამომავლოდ კარგ გათამაშებებს შემოგთავაზებთ. დღეისათვის სულ ეს არის, დაგემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე. დროებით. აი, რასაც ვერ დაუკარგავ, აი რაც არ უნდა იყოს, არის აი ეს სტატუსია. წავედით 10 წელსში შევხვდებით კომენტარებს წავიკითხავ, 20-36-ში შემოვალ და წავიკითხავ იმ კომენტარებს, ვინც დაწერს და ვინც უყურებს 10 წელს მერე აი ამ მანქანის ვიდეოს. ავგაზეთ, ბაბუ? წავედით. ლამძვეს. io, nada agile. Nada, ხელფასი მომიმატეთ. რეკაზე გაუშვი. როდი ყოფილა? დავაი. კი, ადუში ბაზარი იყო. ბაბუ. აჰა, ეგეთებს არ ვართ.